ძალიან მცირე მიმოხილვა მინდა მოგაწოდოთ როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესის, ასევე კონკრეტული შედეგების, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სახელით და ასევე როგორც სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარმა. მე სამ ძირითად საკითხზე შევჯერდები. პირველი გახლავთ პრინციპები ჩვენი მუშაობის, მეორე კონკრეტული შედეგები და მესამე სამომავლო პრიორიტეტები, როგორც გრძელვადიანი, ასევე უახლოესი გეგმები. რაც შეეხება მიმდინარე მუშაობას, მინდა გამოვყო სამი ძირითადი პრინციპი, ეს გახლავთ ამომრჩეველთან და დარგის სპეციალისტებთან მუდმივი კომუნიკაცია. მე პრაქტიკულად არჩევნების შემდგომ ყოველკვირეულ რეჟიმში ვაგრძელებ შეხვედრებს სამგორის მე-12 ოლქში. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც კონკრეტულად ჩემი ამომრჩევლის სატკივარის გაზიარებისა და ერთობლივად სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივად ძიების პროცესი, ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის გადმოსახედიდან უშუალოდ კონკრეტული სამაჟორიტარო ოლქის მაგალითებზე დაყრდნობით განვრცობა იმ საკითხების, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება მისაღები, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე სკოლების, პროფესიული განათლების, სასწავლებლების და ასე შემდეგ მიხედვით. მეორე მიმართულება გახლავთ უფრო ინტენსიური მცდელობა და უკვე კონკრეტული შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ დარგში მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ადგილობრივი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა, არამედ ზუსტი მესიჯების მიწოდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან და მე მქონდა უკვე არაერთჯერადი შეხვედრები, როგორც ევროკავშირის, ასევე გაეროს სააგენტოების, საფრანგეთის, იტალიის მთავრობის წარმომადგენლებთან და ჩვენ სამივე დარგში, განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროებში უკვე კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ვაჯერებთ პოზიციებს. და მესამე ეს გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი. რამოდენიმეჯერ გაჟღერებული კომენტარი მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საპარლამენტო კომიტეტის მუშაობა არ გახლავთ მხოლოდ იზოლირებული საკანონმდებლო ნარატივის შემუშავება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი ერთიანი სურათის, ერთიანი ჩარჩოს შემუშავება, როგორც ჩვენ შემთხვევაში განათლების, ასევე მეცნიერების დარგების განვითარებისა და კულტურის დარგის განვითარებისთვის იყოს შეჯერებული, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე დარგის ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თვალსაზრისით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური არქიტექტურა სტრატეგიული დაგეგმარების თითოეული დარგის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია უკვე მიზანმიმართული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება. ეს რაც შეეხება ზოგად პრინციპებს. კონკრეტულ შედეგებს რაც შეეხება ჩვენ ორ თვეზე ცოტა მეტი ხანია რაც შეუდექით საპარლამენტო მოღვაწეობას, თუმცა კონკრეტული შედეგები უკვე განათლების კუთხით განსაკუთრებით გვაქვს. ეს გახლავთ რამოდენიმე კანონპროექტი, რომლის მიღება მოხდა დეკემბერში და რომელსაც ხელი მოეწერა პრეზიდენტის მიერ იანვრის დასაწყისში. ეს ეხებოდა არა ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც წლების მანძილზე იყო დაგროვილი განათლების სისტემაში. კონკრეტულად ზოგადი განათლების კანონში მიღებული იქნა 5 არსებითი ცვლილება. ეს გახლავთ დისტანციური სწავლებისთვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. განათლების სამინისტროს აქვს უკვე უფლებამოსილება მინიჭებული, რომ როგორც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის, ასევე მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის დისტანციური სწავლების, ანუ ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ჩვენ მივაწოდოთ როგორც სრული კურსი ზოგადი განათლების, ასევე ცალკეული საგნების სწავლება მოხდეს. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ საზღვარგარეთ ადაპტირებული ზოგადი განათლების პროგრამების აღიარების გამარტივებული რეჟიმი საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ არაერთი
წარმატებული საერთაშორისო სკოლა მოღვაწეობს საქართველოში და განათლების დარგი გახლავთ ის დარგი, რომლის ინტერნაციონალიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით თუ კი მოსწავლეს აქვს მიღებული საერთაშორისოდ აღიარებული საგამოცდო სისტემის ან შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული ზოგადი განათლების სერტიფიკატი, მას შეიძლება გამარტივებული რეჟიმით პირდაპირ იყოს დაშვებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. შემდგომი არის დისციპლინარული კუთხით ცვლილებები. კანონის მოქმედ რედაქციაში დეკემბრამდე გათვალისწინებული იყო მოსწავლისა და მასწავლების დისციპლინარული დევნა, თუ კი კონკრეტული ქმედება ჩადენილი იქნებოდა არა სასკოლო საათებში და არა სკოლის ტერიტორიაზე, თუმცა სკოლას ექნებოდა დასაბუთებული მოტივი ან საფუძველი, არგუმენტირებული საფუძველი, რაც ძალიან დიდი ინტერპრეტაციისა და სუბიექტური მიდგომის სივრცეს ტოვებდა. სწორედ ეს სუბიექტივიზმი იქნა ამოღებული კანონმდებლობიდან და შესაბამისად გამყარდა როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლების უფლებების გარანტიები. ასევე განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლები პირები და ის პირები, რომელთაც ნასამართლეობა არ აქვთ მოხსნილი, ვეღარ დაინიშნებიან სკოლის დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულების თანამდებობაზე. იგივე ჩანაწერი ვრცელდებოდა ადრე პედაგოგებზე, თუმცა რამდენადაც სკოლის დირექცია ხშირად ერთვება სასწავლო პროცესში, შესაბამისად მოხდა აღნიშნული შეზღუდვის გავრცელება ასევე ხელმძღვანელ პირებზე. და მეხუთე მნიშვნელოვანი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში იყო სახელმძღვანელოების გრიფირების წესთან დაკავშირებით უფრო მოქნილი მექანიზმის მიღება. დეკემბრამდე ადმინისტრაციულ კოდექსში არსებული ჩანაწერით გრიფირების პროცესი, ანუ სახელმძღვანელოების შედარება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ხორციელდებოდა 3 თვის პერიოდში და რამდენადაც სამუშაო არის ძალიან მოცულობითი, პრაქტიკულად 12 კლასის მასშტაბით ჩვენ საუბრობთ სულ მცირე 1000 სახელმძღვანელოს პროექტზე. აღნიშნული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ხარისხის უსრულმოყოფის მიზნით განათლების სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ კონკრეტული სახელმძღვანელობის შემუშავების დროს მან გამოიყენოს უფლება, გადავადების ან ხანგრძლივ პერიოდში გრიფირების პროცედურის დასრულების. ასევე ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის, ესე ვთქვათ, დამტკიცება მოხდა. პირველი ეხებოდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებულ წესს. თუ კი დეკემბრამდე მოქმედ რედაქციაში ყველა პროფესორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინიშნებოდნენ უვადოდ, დღეს უკვე მოხდა გამიჯვნა, თავად დაწესებულებებს უნივერსიტეტებს აქვთ უფლება განსაკუთრებით ღვაწლმოსილ პედაგოგებს და პროფესორებს, რა თქმა უნდა, მიანიჭოთ უვადო ემერიტუსის სტატუსი, თუმცა სისტემაში კონკურენციის და მოტივაციის განვითარებისთვის, პროფესიული მოტივაციის შენარჩუნებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი იყო აღნიშნული გამიჯვნა. და ბოლოს დეკემბერშივე მოხდა რატიფიცირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების, რომელიც ეხება სამეცნიერო დარგში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქართველი მეცნიერებისთვის. ეს გახლავთ ევროსაბჭოს ჰორიზონ 2020-ის თანამშრომლობითი ხელშეკრულება, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ ქართველი მეცნიერები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო პროექტებში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული და შესაბამისად მოახდინონ სამეცნიერო პოტენციალის მნიშვნელოვნად გაფართოვება. რაც შეეხება სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე გადავიდეთ, პრეზიდენტმა გააგზავნა უკვე გამოგიგზავნათ პარლამენტში საკუთარი მოტივირებული შენიშვნები. იცნობთ თუ არა ამ შენიშვნებს და რას აპირებთ მის დაძლევას თუ ნაწილობრივ მაინც გაზიარებას? მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტები არის უმნიშვნელოვანესი ცვლილება სასამართლო რეფორმის შემდგომი ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და იმ კონსულტაციებს, რომელიც მიმდინარეობდა კანონპროექტის მიღებამდე,
ბუნებრივია ჩვენი კოლეგები შესაბამის დარგობრივ კომიტეტებში განიხილავენ მოტივირებულ შენიშვნებს თუ კი აღნიშნული შენიშვნები იქნება თქვათ მისაღები და თანხwebdriver-ში საერთაშორისო კონსულტაციებთან და სტანდარტებთან დარწმუნებული ვარ იქნება მათი გაზიარება წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის რომ ალბათ თუ კი ვერ მოხდა პოზიციების დაახლოება ჩვენ ვიმუშავებთ ვეტოს დაძლევაზე თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული არგუმენტების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება თავად პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე. რადგან სასამართლოს თემაზე ვსაუბრობთ, სტრასბურგში მოსამართლეების კანდიდატურებზეც კითხავთ. გქონდათ თუ არა ესეთი მოლოდინი, რომ ჩავარდებოდა და იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ სხვა უკეთესი, უფრო კარგი ვარიანტის წარდგენა კანდიდატებად? მოგეხსენებათ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრთა უმეტესობას არ ქონდა საშუალება უშუალოდ ყოფილიყო ჩართული კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესში ჩვენ გვიწევს პოსტფაქტუმ არსებული სიტუაციის შეფასება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტული კანდიდატურების, ასე ვთქვათ, კანდიდატურებზე უარი არ არის საგანგაშო პოზიცია, რადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კოლეგების მხრიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს პრაქტიკულად არის ერთგვარი სამუშაო პროცესი, თუმცა არსებული გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება, ასევე ანალიზი, სად მოხდა ხარვეზების დაშვება, ეს იყო ნომინაციის პროცესი თუ ნომინაციის შემდგომ არათანმიმდევრული მესიჯები, რომელიც თქვათ როგორც სახელმწიფო ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან ჟღერდებოდა, აი ამ პროცესის ანალიზი იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც გამოცდილების გაზიარება და ბუნებრივია ჩვენ ვიმუშავებთ ახალი კანდიდატურების შერჩევაზე, რომ თქვათ შემდგომი ეტაპი იქნას წარმატებით დასრულება.